სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, როგორც აგიხსენეთ, ეს არის ჩაწერილი 2020 წლის 19 აპრილს, კოვიდის პანდემია უკვე გამოცხადებულია, მარტში გამოცხადდა და ძირითადად კითხვები უტრიალებს იმ პრობლემებს, რომლებიც ამას უკავშირდება. ფსიქოლოგიური იქნება ეს თუ გარკვეულად ესეთი სოციალური. ეს კითხვა კი ყველას გვეხება, ამას ინებზე კითხვაც დაისმა ჩვენთან საერთო საუბარში და ძალიან პრაქტიკული კითხვა ამაზე გაცემულია კითხვა, მაგრამ კიდევ სხვადასხვანაირად ისმევა, ხო, როგორც კითხვა შეიძლება თემა ერთი იყოს, მაგრამ პასუხიც შემდეგ სხვადასხვანაირია ხოლმე. ამიტომ ეს ეხება ძალიან ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ქრისტიანის სულიერი ზრდა. განიცდის თუ არა ქრისტიანის სულიერ სტაგნაციას. და ჯონ მაკარტურის შემდეგ კითხვას კიდე ორად გაყოფს. შეუძლია თუ არა ქრისტიანს აღიაროს ქრისტე, მაგრამ არაჩვენო სულიერი ზრდა. და ამბობს ჯონ მაკარტური, ეს ორი სხვადასხვა კითხვაა. და საინტერესოდ გაცემს ამაზე პასუხს. მოდით მოვუსმინოთ რობინი, რომელიც ამ კითხვას სვავს. არსებობს თუ არა ისეთი რამ, როგორიცაა ქრისტიანული სულიერი სტაგნაცია. შეუძლია თუ არა ქრისტიანს აღიაროს ქრისტე, მაგრამ არაჩვენო სულიერი ზრდა. და ჯონი პასუხობს, კეთილი. რობინ, ეს არის ორი კითხვა, პირველი კითხვა. არსებობს თუ არა ისეთი რამ, როგორიცაა სულიერი სტაგნაცია. დიახ, ჩვენ ცხოვრებაში როგორც ქრისტიანების არის დრო, როდესაც უძრაობაში თქვენ გულისხმობთ მოძრაობას. ჩვენ ვართ სულიერად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, არ განვიცით ზრდას. ეს შეიძლება იყოს გამოცდის, განსაცდელის, უსიამოვნების დრო. სინამდვილეში სწორედ ამ პანდემიის დროს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, შეიძლება რომ გამოწვეული იქნას გარკვეული სახის სულიერი სტაგნაცია ზოგიერთი ქრისტიანის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს დრო, როდესაც ჩვენ დაბალ წერტილს მივახცევთ, როდესაც რაიმე მიზეზით ჩვენი ხორციელი ბუნება აქტიურობს და დაგვძლევს. შესაძლოა ჩვენ გავხდეთ ისეთი ურთიერთობის ცხოვრება, რომელმაც დაგვანგრიეს და არ გაგზარდეს. შესაძლოა რაღაცამ იმედგაცრუება მოგცა, შესაძლოა ჩვენ ვებრძოდით გარკვეული სახის ცოდვას, ცდუნებას და ამის ხარბლი გავხდით. და ამან წაგვართვა ჩვენი სიხარული და ერთგვარად უძლურებაში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ეს სულიერი გამოცდილებაა. ყველას გვაქვს აღმავლობა და დაცემა. ასე უნდა ვიცხოვროთ ყველამ. ეს ეხდება ჩვეულებრივად. ყველანი ხანდახან გძნობ თავს გამარჯვებულად ქრისტეში, ზოგჯერ კი დამარცხებულად, რითაც გამანაწყენებთ ხოლმე უფალს. სწორედ ამიტომ ჩვენი ცხოვრება მუდმივად მერყეობს ქებასა და აღსარებას შორის. სწორედ ამიტომ ლოცულობთ ისე, როგორც იესომ გვასწავლა, გახსოვთ? მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცათაშინა, ისე დედამიწაზე. ეს არის გრანდიოზული, დიდებული, ამაღლებული ლოცვა და სხვათა შორის გახსოვთ, მე როგორ აგრძელებს, მოგვიტევე ჩვენი შეცოდებები. ასე რომ ჩვენ სიტყვით ვართ ქებასა და მონანიებას შორის. და ეს უბრალოდ ქრისტიანული ცხოვრება, ეს არის ჩვენი ცხოვრება. ასე რომ დიახ, ჩვენ ცხოვრებაში საკმაოდ რუთინულად არის ასეთი მომენტები. ეხლა რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც უფრო სერიოზულია. შეუძლია ქრისტიანს აღიაროს ქრისტე, მაგრამ არაჩვენო სულიერი ზრდა. და პასუხი არის არა. თუ თქვენ ცხოვრებაში არ არის სულიერი ზრდა, ესე იგი არ არის სიცოცხლე. თუ არის სიცოცხლე, არის ზრდა. თუ ამას გრაფიკულად წარმოვიდგენთ, ვიტყოდით, რომ ქრისტიანები იზრდებიან ქრისტეს მსგავსებისაკენ მიმართული ტრაექტორიით, მერე ოდნავ სიბრტყეზე გადიან, შემდეგ ისევ გაიზრდება, მერე ისევ სიბრტყე, ცოტა კიდევ გაიზრდება, მერე კიდევ ისევ სიბრტყე და ასე მიდის ნელ-ნელა ზრდის პროცესი. ნელ-ნელა არის ყოველთვის ზრდის პროცესი. ზრდის გარეშე სიცოცხლე არ არის. მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტიანი ხართ, არ ნიშნავს, რომ რაკეტასავით სწორხაზზე სუზევით ტრაექტორით ქრისტეს გასვებისაკენ მიიწევ. არა, ეს იქნება ტალღობრივი. მაგრამ თუ სიცოცხლე არის და გულისხმობ, აი ადამიანის ანალოგია აიღეთ. თუ სიცოცხლეა, იცით ხო ადამიანში ზრდა არის. თუ მცენარეში სიცოცხლე არის ზრდა, თუ ხეში სიცოცხლე არის ზრდა და სადაც სულიერი სიცოცხლეა, იქ აუცილებლად სულიერი ზრდაც იქნება. ჩვენ ვიზრდებით მადლის საშუალებით, მისი მეშვეობით, იმ დონის შედეგად, რომლითაც ვიღებთ ამ მადლს. მე ლოცვა, ღვთის სიტყვა, ქრისტიანული ზიარება და ასე შემდეგ. კარგით? ასე რომ ეს არის ჩვენი პასუხი.